დილამშვიდობისა, თანამედროვე ადამიანი წარმოუდგენელია ტექნიკური მიღწევების გარეშე. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, როგორია ადამიანის ცხოვრება ელექტროგანათების, ელექტროხელსაწყოების ან გამოთავისუფლებული ატომური ბირთვის ენერგიის გარეშე. რასაკვირველია, ამას დღეს ჩვენ ვეღარც კი წარმოვიდგენთ, თუმცა ამის შესახებ ვიცით, რომ ოდესღაც ადამიანი ყველა ამ მიღწევის გარეშე ცხოვრობდა. როგორ იყო მისი ჯანმრთელობა, ძნელი სათქმელია, თუმცა თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული ამ ტექნოლოგიურ მიღწევებზე. თეა, დილამშვიდობისა. რამდენად დამოკიდებულია ფიზიკური ჯანმრთელობა და ფიზიკური აქტივობა ტექნოლოგიურ მიღწევებზე? ძალიან არის დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენთვის საყვარელი კარდიოტრენაჟორების დიდი უმეტესობა ელექტროენერგიას მოიხმარს. კვლევის საშუალებები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ, შეგვიძლია თუ არა ვივარჯიშოთ, ასევე მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს. და რაც მთავარია, ყოველი ჩვენგანი არის აი ამ მიღწევების ზეგავლენის ქვეშ, რადგან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სწორედ მათთან არის დაკავშირებული და აისახება თუ არა ეს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მაგალითად, როდესაც თქვენ ახლა მე მხედავთ, მე თქვენ გესაუბრებით და ჩვენი კონტაქტი შედგა, ეს არის იმ ტექნიკის დამსახურება, რომელიც მაგალითად არის ჩემს სარტყელზე. მაგალითად, იმ მოწყობილობის დამსახურებით, რომელსაც მართავს ჩვენი ოპერატორი ბატონი სოსო გულბანი. როდესაც თეა მესაუბრება, ასევე ტექნიკური მოწყობილობების დახმარებით თქვენ ეს გესმით, ხედავთ და სტუმრები, რომლებიც ახლა ჩვენთან სტუდიაში შემოგზანდებიან, ასევე აღჭურვილი არიან მოწყობილობით, რომელიც უქმნის თუ არა მათ ჯანმრთელობას საფრთხეს. აი ამ კითხვას ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი ჩვენი სიუჟეტის დახმარებით, რომელიც სტატიკურ ელექტროობაზე მოგითხრობთ. რა არის სტატიკური ელექტროობა? ამას სწორედ სიუჟეტიდან შეიტყობთ. რა არის სტატიკური ელექტროობა და როგორ ვლინდება ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? სიბნელეში მცირე ზომის ნაპერწკლები ხელოვნური სამოსის გახდისას ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ. სტატიკურ ელექტროობას მოძრაობისას ვიძენთ. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ზამთარში, როცა ტენიანობა იკლებს და დაელექტროებული თმა თუ სამოსი ყოველდღიური რეალობის შემადგენელი ნაწილი ხდება. სამოსი ხახუნის ძალის მოქმედებით იმუხტება. მუხტი გროვდება და მეტალის ობიექტის შეხებისას ვლინდება. მსგავსი ტიპის პრობლემა ალბათ თითოეულ ჩვენგანს გასჩენია. თუმცა მეცნიერების თქმით ის საზიანო სულაც არაა და ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. მშრალი ჰაერი უხელს უშლის ამ მუხტის დაგროვილი მუხტის დაწოვას. საფულში, როცა ტენიანობა მაღალი არის, ეს მუხტი ადვილად განიწოვება ჩვენგან და ჩვენ ასე ვთქვათ, ისე ხშირად ვერ ვძნობთ ამ ელექტროსტატიკურ ზემოქმედებას. ყველა მასალას რაღაც თავისი გამტარებლობა გააჩნია. თუ ეს გამტარებლობა ძალიან დაბალია, და როგორც წესი, სინთეტიკურ მასალებს უზარმაზარი წინაღობა აქვს, ის ადვილად ინარჩუნებს მუხტს საკმაოდ ხანძრივი დროის განმავლობაში. ამიტომ ეს მუხტი დაგროვილი, როგორც კი შესაძლებლობას ნახავს, რომ რაღაც მეტალურ სხეულზე განიმუხტოს, ის აუცილებლად პოვნობს გზას. როგორც ეს ძირითადად ჩვენი თითებია, ამ ჩვენი თითების საშუალებით ის ასე ვთქვათ განიმუხტება. ყველაზე კარგად მუხტს სინთეტიკური ქსოვილი აგროვებს და დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს კიდეც. ამიტომ თუ მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა გიწევთ, სპეციალისტები ბამბის სამოსის ტარებას გირჩევენ. მას მეტი გამტარებლობა აქვს და უსიამოვნო შეგრძნებებს თავიდან აგაცილებთ. სადაც ფეთქებად საშიში გარემო არის, მან კატეგორიულად აკრძალული არის ასეთი ტანსაცმლის ტარება სინთეტიკურის. მან იყენებენ სპეციალურ ტანსაცმელს, რომელსაც მაღალი გამტარებლობა აქვს და ფაქტურად მოძრაობისას მუხტს არ აგროვებს ეს ტანსაცმელი და შესაბამისად უსაფრთხოა. ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ბავშვებს. გაზმომარაგების კომპანიებში ამას ყურადღება ექცევა ნავთობ გადამამუშავებელ და ნავთობის სადისტრიბუციო კომპანიებში და ასე შემდეგ. სადაც აი მართლაც ნაპერწკლს შეუძლია სერიოზული ზიანი ეს ან რაღაც ავარიული მდგომარეობა გამოიწვიოს. სპეციალისტების მორიგი რეკომენდაციაა დღის განმავლობაში მეტი წინაღობის მქონე ნივთი ატაროთ და მეტალის საგნებს ჯერ ის შეახოთ, უფრო ადვილად განიმუხტებით. თუ ოთახში მუშაობა გიწევთ, შეგიძლიათ ჰაერის დამატენიანებელი გამოიყენოთ, ან სულაც ხშირად დაისველოთ ხელები და სახე. ტენიანობა რომ გაიზარდოს და არასასიამოვნო შეგრძნებებმა მალე გაგიაროთ.
იმედია გაითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ახლა ჩვენი ჟურნალისტის კრისტი შანავას მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყვეთ და რომელიც თავიდან აგაცილებთ მაგალითად დამუხტული საგნების ზეგავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე, დამუხტული სამოსის ზეგავლენას თქვენს ჯანმრთელობაზე, მაგრამ არის თუ არა რისკი სხვა თვალსაზრისით ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ამას ჩვენი სტუმრები გვეტყვიან, რომლებიც ბრძანდებიან პლასტიკური ქირურგი, კომბუსტიოლოგი, დამწრობის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი გუგა ქაშიბაძე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ატომური ენერგიის სააგენტოს ექსპერტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი დავით ჩიქია. დილამშვიდობისა ბატონებო. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ საფრთხეებზე, ძალიან კონკრეტულია ეს საფრთხე. სტატიკური ელექტრობა იყო სიუჟეტის საგანი, მაგრამ ჩვენ ელექტროტრაუმაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა თანამედროვე კაცობრიობისათვის, იმიტომ რომ ელექტროხელსაწყოები არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გუგა, ყველაზე ხშირად როგორი ტიპის დაზიანებები არის ხოლმე ელექტროტრაუმების თვალსაზრისით? ბუნებრივია დღესდღეობით ვერავისფერ წარმოუდგენია ჩვენი ცხოვრება ელექტროობის გარეშე და ძირითადად ჩვენ ხვდება საყოფო ცხოვრება ტრაუმები, ასევე ვთქვათ, სხვადასხვა წარმოებაში მიღებული ძალიან სერიოზული ტრაუმები, ეს არის ელექტროკონტაქტური დაზიანება. მოსახლეობისთვის უფრო გასაგები იყოს, რასაც ქვია დენის დარტყმა, რომელსაც თან ახლავს შემავალი და გამომავალი წერტილები, რომლებიც იძლევა ძალიან სერიოზულ გართულებებს, თვით სასუსტო გართულებებსაც კი. ძირითადად ეს არის დაკავშირებული მაინც გაუფრთხილებლობასთან, ეს არის ტრავმა, რომელიც თავიდან აცილებას ბუნებრივია თავისუფლად შეიძლება და ცოტა მეტი გაფრთხილება და უსაფრთხოების მინიმალური ზომის დაცვა მაინც. რას ნიშნავს ამ ტრავმის თავიდან აცილება შეიძლება? ანუ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ უსაფრთხოების ზომებზე, არის კონკრეტული წესები, რომელიც უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ მაგალითად ოჯახის პირობებში ან სამუშაო გარემოში ელექტროტრაუმა არ გახდეს ჩვენ ჯანმრთელობისათვის საბედისწერო. ბუნებრივია, როდესაც ოჯახის პირობებში 6 თვის ბავშვი ხელს ახებს გაშიშვლებულ სადენებს, ბავშვის სიცოცხლეს ვერ დავაბრალებთ. ეს არის რა გითხათ ახლა? უფროსების წინ დაუხედაობა. არა მარტო წინ დაუხედაობა, უფრო კაცრიც ვიქნებოდი. ყოველ შემთხვევაში, არ ვიცი რაზეა საუბარი, მაგრამ ბავშვი რაც უნდა ცელქი იყოს, გაშიშვლებულ სადენს არ უნდა დაუტოვოთ მას. ბუნებრივია, ასევე ძალიან ხშირია ხოლმე ეს სხვადასხვა გაჭიმული, ხელოვნურად გაჭიმული სადენები, იქ თქვა სარდაფებში, გარაჟებში, ამიტომ ეს ყველაფერი სიცივეზე მზეზე დნება, იწვევს სადენების გაშიშვლებას, მე ხდება გადატანა მოაჯირზე და ძალიან ხშირია ხოლმე აი ესეთი შემთხვევები, რომელიც თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლება და მით უმეტეს ელექტროკონტაქტური დაზიანება არის საკმაოდ ვერაგი და სერიოზული დაზიანება, თვით სიცოცხლის ძალიან დიდი რისკებით მატარებელიც კი. ჩვენ დაუბრუნდებით ელექტროტრაუმას, დათოსან მაქვს შეკითხვა, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ გამოსხივებაზე. საზოგადოებაში არის ასეთი ტერმინი დამკვიდრებული, რატომღაც ყველა ხელსაწყოს აღიქვამენ როგორც გამოსხივების წყაროს, თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის. და როგორ არის დაყოფილი ბუნებრივი წყაროები, როგორ არის ჩვენს გარემოში დამკვიდრებული, ჩვენს მიერ ხელოვნურად შექმნილი ეგრეთ წოდებული ტექნოგენური წყაროები და რა უნდა ვიცოდეთ ჩვენ? მოგესალმებით მარინა. მოგესალმებით მაყურებელს. გამოსხივებაზე, როდესაც საუბრობთ, პირველ ყოვლისა უნდა ვახსენოთ, რომ გამოსხივება შეიძლება იყოს მაიონებელი, ანუ რომელიც იწვევს იონიზაციას და არა მაიონებელი გამოსხივება. მაიონებელი გამოსხივება არის სწორედ ის გამოსხივება, რომელსაც მოსახლეობა გულისხმობს როგორც დამაზიანებელ ფაქტორს. თორემ არამაიონებელია მზის სინათლეც, რადიოტალღებიც და ელექტრომაგნიტური ტალღა. ელექტრომაგნიტური ტალღებიდან ყველაზე სახიფათო არის X რენტგენის სხივები და გამა სხივები, რასაკვირველია. აი უკაცრავად უნდა გითხო, როდესაც ლაპარაკია მობილურ ტელეფონზე, როდესაც ლაპარაკია კომპიუტერზე, ტელევიზორზე, ძალიან ხშირად საზოგადოება გამოსხივების წყარო დაღიქვამს, ეს ასეა? ესე იგი, ეს არის არამაიონებელი გამოსხივების წყარო, რომლის ზემოქმედებაც ადამიანის ორგანიზმზე შორეული შედეგები ფაქტიურად შესწავლილი სრულფასოვნად არ არის, თუმცა რაღაც გავლენებზე საუბრები დღეს მუსილებს, მაგრამ მაღალი მტკიცებულებით ასეთი რამ დადასტურებული არ არის. აი დაზიანების თვალსაზრისით მოგეხსენებათ, რომ სამყარო და რადიაცია, ანუ მაიონებელი გამოსხივება განუყოფელია და იგი ჩვენი სამყარო გარშემორტყმულია, ანუ მთლიანად განჭოლილია
ბუნებრივი რადიაციით და ამას გარდა ადამიანის მიერ შექმნილი ანუ ტექნოგენური რადიაციით. თუ კი ჩავთვლით, რომ ადამიანის წლიური ეფექტური დოზა, რომელიც შეიძლება ადამიანმა მიიღოს, არის დაახლოებით 3 მილიზივერტი წელიწადში, ტექნოგენურის წილად მოდის დაახლოებით მე-7 ნაწილი 0.4 მილიზივერტი. დანარჩენი არის ბუნებრივი მზის რადიაცია, რადონის, გრუნტის წყლების და ჩვენი გარემომცველი, ანუ მიწის რადიაცია, რომელსაც მიწა გამოასხივებს. ტექნოგენურის ყველაზე დიდ წილს შეადგენს სამედიცინო პროცედურების, ეს არის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო რენტგენოლოგიური თუ რადიონუკლიდური პროცესები. დანარჩენი მოდის უკვე პროფესიულ და ატომურ ენერგეტიკაზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახლა რაც ახსენე, როდესაც ჩვენ გავმიჯნავთ ერთმანეთისაგან დიაგნოსტიკური მიზნით გამოყენებული სხვადასხვა მეთოდი, როგორ აისახება ჯანმრთელობაზე და არის თუ არა ეს დოზირებული და მართვადი და როდის არ არის ეს დოზირებული და მართვადი. ნიადაგი ახსენე და ამიტომ მე მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით ორივეს დაგისვათ კითხვა. არის გავრცელებული წარმოდგენა, რომ ადამიანი, რომელსაც დენმა დაარტყა, მოკლედ რომ თქვათ, მეხი დაეცა, ან მიიღო სხვა სახის ელექტროდაზიანება, ასეთი ადამიანი იმისაც რომ საკონტაქტო ველიდან გამოვიყვანოთ, უნდა დავმარხოთ, მიწასთან კონტაქტში გადავიყვანოთ. რამდენად სწორია და არის თუ არა ეს მართლა გავრცელებული მეთოდი? ეს სამწუხაროდ გავრცელებული მეთოდია. რაღაც 6 თვის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც ვთქვათ 6 წლის ბავშვი 2 საათის განმავლობაში ქუჩაში ყავდათ ჩამარხული. არ ვიცი, საიდან მოდის, სულ მახსენდება ხოლმე ფილმი ან არა, სადაც ბატონი კახი კავსაძეს გმირს ელექტროკონტაქტის მერე ჩამარხავენ მიწაში, რა თქმა უნდა. ჩვენც მოვიმარაგეთ ახლა მიწა იმისათვის, რომ უბრალოდ შევახსენოთ დაზიანების დროს თითოეულ წუთს და თითოეულ წამს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად ჩატერებულ პირველად დახმარებას. ამიტომ, რა თქმა უნდა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ გავაფრთხილებ, რომ დროს ნუ დაკარგავენ. მიწაში ჩამარხვისაგან ცოცხალი ადამიანისაგან ჯობია სასწრაფოდ გამოიძახონ სამშობლო ბრიგადა და სამედიცინო სამსახური, რათა მძღოლად მოხდეს ადეკვატური მკურნალობის ჩატარება და არა თქვათ მიწაში ჩამარხვა დაგითხრა. ეხმარება მიწაში ჩამარხვა? არა, არაფერში არ ეხმარება, ხელს უშლის პირიქით, დრო მიდის, ხდება დაინფიცირება მიწით გარკვეული ჭრილობების და პაციენტის კიდევ უფრო გადაცემა. აი სწორედ ნიადაგთან დაკავშირებით მაქვს ახლა დათოსთან კითხვა. დათომ ახსენა, რომ ბუნებრივი რადიაციის წყარო შეიძლება აღმოჩნდეს ნიადაგი. და როდესაც ჩვენ საუბრობდით ამ თემის ანონსთან დაკავშირებით, მე რამდენჯერმე ვახსენე სარდაფები. რა კავშირია აი ამ ორ მოვლენას შორის და რატომ არის რადიაციის თვალსაზრისით ეს საყურადღებო? სარდაფებში და დაბალი ვენტილირების შენობებში ძალიან მაღალი რისკია რადონის გამოსხივების მაღალი მაჩვენებელი. რა არის რადონი დათო? რადონი არის რადიოაქტიური ელემენტი, რომელიც ბუნებაში გავრცელებულია და მის გარეშე ჭეშმარიტად რომ ვიმსჯელოთ, სიცოცხლეც კი ვერ შეიქმნებოდა, მაგრამ ანუ ის სულ არის ჩვენს გარშემო. ის ჩვენს გარშემო არსებობს, ის დედამიწის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მისი გამოსხივების ხანგრძლივი, მით უმეტეს არავენტილირებადი ზემოქმედება ანუ მტვერის სახით მისი მოხვედრა ჩვენ სასუნთქზებში, დაბალი ვენტილაციის პირობებში რადონის ზემოქმედებამ შეიძლება ქრონიკული დაზიანებები გამოიწვიოს. ანუ უпростоრეთ, როდესაც სქიური ქრონიკულ დაზიანებაზე ვსაუბრობთ, აქ არ არის ლაპარაკი, რომ დაავადება გაქრონიკულ და აქ არის ლაპარაკი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგალითად, რამდენიმე წელი მოქმედებს რადონი ადამიანის ორგანიზმზე და ვითარდება მაგალითად ქრონიკული სხეული დაავადება, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა სიმპტომებით და გართულებებით ხასიათდება. ამიტომ რადონის და ეს განსაკუთრებით რადონი მაღალია ისეთ ადგილებში, სადაც დედამიწის ზედაპირთან ახლოს არის გრუნტის წყლები, რომლებიც გამორეცხავენ ნიადაგიდან სწორედ რადონს. და იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ რადონის ზემოქმედება, მნიშვნელოვანია შენობების ვენტილაცია და ადეკვატური სავენტილიაციო სისტემის არსებობა და იმ მასალის შემოწმება, რომელი მასალითაც მზადდება, ასე ვთქვათ, სამშენებლო მასალები, რათა ისინი ნაკლები ოდენობით შეიცავდნენ რადონს, რომელიც თავისთავად შემდეგ იქნება გამოსხივების წყარო. აი ამ თემას დაუბრუნდეთ, თეა გვაქვს კითხვა Facebook-ზე. აი შეკითხვები ეხება ძირითადად იმას, რომ მანქანის კარის გაღებისას დენი გადმოდის, სახლის კარის გაღებისას დენი მატყავს, ანუ ელექტროსტატიკურ მუხტზე და როგორ შეიძლება ამას გაუმკლავდეთ.
ესეთი შეკითხვები გვაქვს ძალიან ბევრი ესეთი ანუ რეალურად სტატიკური ელექტროობის თემა გააგრძელა მაყურებელმა. ჩვენ პრინციპში ამის შესახებ უსაფრთხოების წესებზე სიუჟეტში გქონდა ინფორმაცია, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გარემოს ტენიანობა. იმისათვის, რომ ეს მუხტები მართოთ. და თუ ამ მიმართულებით ვიმსჯელებთ, ანუ რომელი გარემოა უფრო უსაფრთხო, დათო? ტენიანობის თვალსაზრისით. ტენიანობის თვალსაზრისით, ჩვეულებრივ, როდესაც სტატიკურ ელექტრობაზეა საუბარი, აქ საუბარია, რომ განსხვავებული პოტენციალების მქონე ორი ზედაპირს შორის ხდება განმუხტვა. და ეს განმუხტვა ხდება, რაც უფრო ვაშორებთ ერთმანეთს ამ ზედაპირებს. ამიტომ ხანგრძლივი ხახუნის შედეგად განვითარებული ეს დაძაბულობა, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება მოხდეს წამიერი განმუხტვა მაღალი ვოლტაჟით, მაგრამ დაბალი დენის ძალით. ასეთი რამის შენობებში აცილება შეიძლება დატენიანებით. ანუ მაღალი ტენიანობის პირობებში ეს განმუხტვა არ მოხდება, იმიტომ რომ დიელექტრიკს არ ექნება გატარების საშუალება. ამდენად სტატიკური ელექტროობის დროს ტენიანობის ადეკვატურად მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ამას გარდა მნიშვნელოვანია, როგორც სიუჟეტში იყო ნათქვამი, სინთეზური მასალების გამოყენების შემცირება და უფრო ბუნებრივი მასალების გამოყენება და მაგალითად სამოსის. მაგალითად სამოსის. და იმ რისკების შემცირება, რომელიც ასოცირებულია. პირდაპირ მოქმედებით ადამიანზე სტატიკური ელექტროობა ნაკლებ ზეგავლენას ახდენს, ანუ დაზიანებას არ იწვევს. თუმცა ირიბად შეიძლება რაღაც ტრავმა მოეყოს. თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ელემენტარულად ცივი წყლით ხელების დაბანა, სველი ხელსახოცების გამოყენება ასევე გვეხმარება აი ამ ელექტროობისგან თავის დაღწევაში. მაყურებელიც გველოდება. დილა მშვიდობის გისმენთ. გამარჯობა. ეთერში ვარ? დიახ, გისმენთ. ერთი შეკითხვა მაქვს. შეიძლება უშუალოდ სტატიკურ გამოსხივებას და სტატიკურ ელექტროობას არ ეხებოდეს, მაგრამ ჩვენში ძალიან გავრცელებული აი მობილური GSM ოპერატორთა ანტენები, რომელიც მოსახლეობასთან ახლოს დგას. აი მაგალითად მე სადაც ვცხოვრობ, 50-60 მეტროში შენობაზე დგას GSM ანტენა. და ვიცით ყველამ, რომ ეს არის ძალიან დიდი გამოსხივების წყარო. და რამდენად აი შეკითხვა, ბოდიშ გვიხდი, რომ ცოტა გადახრა გავაკეთე სტატიკური ელექტროობასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ვიცით, რომ რა დროში ვცხოვრობ და აი ასეთი ანტენა რამდენად საშიშია ადამიანის ამ ბავშვებს გვეძებ. ვიცი, რომ ძალიან მავნეა. რა შეიძლება ამაზე ზემოქმედება და რამდენად მავნეა ბოდიში რომ გამიგდება. არა, გმადლობთ. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელზედაც ასევე სამენ ხოლმე კითხავს. ორივესთან მექნება კითხვა. არის თუ არა ეს მართლაც გამოსხივების წყარო და გუგა რამდენად შესაძლებელია, რომ ასეთი მოწყობილობები ელექტროტრაუმის განვითარების მიზეზი გახდეს? დათო. ესე იგი, პირველ ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ ეს ანტენები ალბათ რომელზედაც ბატონი საუბრობს, არის მიმღები ანტენები. ჩემის აზრით, ამიტომ იქ სავარაუდოდ ზოგადად ასე გამოსხივების, რომელიც იონიზაციას იწვევს ან უშუალოდ სხეულის დაზიანებას იწვევს, არ არის. თუმცა, რასაკვირველია, არასასურველია ასეთი ანტენების პირდაპირ მიმართული სხივის ქვეშ მოხვედრა, ის არ გამოიწვევს წვავე ტრავმას, ეს არ გამოიწვევს რაღაც თვალით ხილულ დაზიანებას, მაგრამ მან შეიძლება ჩვენს ორგანიზმში რაღაც გარკვეული ელექტროსტატიკური თუ ელექტრომაგნიტური ველის ცვლილებები გამოიწვიოს და ამან მომავალში პროვოცირება მისცეს რომელიმე ნევროლოგიური სტატუსის ცვლილებასთან დავაწყოთ. თუმცა დადასტურებული მტკიცებულება ამის ზიანის შესახებ არ არსებობს და შესაბამისად მე არ შემიძლია ვთქვა ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად ვისაუბრო. დიახ, თქვენ უბრალოდ ვარაუდეთ ამ შემთხვევაში ის რისკები, რომელიც არსებობს. გუგა, შეიძლება იყოს ასეთი მოწყობილობა ელექტროტრაუმის განვითარების მიზეზი? ასეთი მოწყობილობა ელექტროტრაუმის თუ უშუალოდ ელექტროდენთან კონტაქტი არ გვექნება ტრაუმის გამოწვევის ესეთ მოწყობილობა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს. თუმცა შენ პრაქტიკაში გქონია მაგალითად უყურადღებოდ მიტოვებული მაღალი ძაბვის სადენი როგორ გახდა ბავშვის ძალიან მძიმე დაზიანების მიზეზი და სხვათა შორის საინტერესოა ეგრეთ წოდებული მოკლე ჩართვის თემა. იქნებ ესეც აგვიხსნა, რას ნიშნავს მოკლე ჩართვა და რატომ არის ის სახიფათო ჩვენი ჯანმრთელობისთვის? ნაწილიდან დავიწყებ, ეს უფრო იმ პერიოდს ეხებოდა, როდესაც თქვა ხდებოდა ძალიან ხშირად ელექტროსადენების უპარვა
ხდებოდა ეგრეთ წოდებული მარცხენა ხაზების გადაყვანა და ყველა თავის თვითნებურად ჭიმავდა რაღაც ხაზებს, რომ უბრალოდ ელემენტარულად რაღაც სინათლე ქონოდა თუ ოჯახებს. აი იმ პერიოდში ძალიან ხშირი იყო ელექტროკონტაქტური დაზიანებები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არ არის აუცილებელი ძალიან მაღალი ძება 220-მა კი შეეწოდება 220-მა კი შეიძლება საკმაოდ სერიოზული დამწრობა და დაზიანება გამოიყენოს. აი მოკლე ჩართვა რას ნიშნავს? მოკლე ჩართვის დროს ხდება აქ დიდი რაოდენობით ციფრული ენერგიის წამიერად გამოსხივება. მოკლე ჩართვის დროს არ არის უშუალოდ კლასიკური ელექტროკონტაქტური დაზიანება, როცა ვთქვათ ელექტრომექანიკოსებმა კი იციან ფაზას ედება ხომ ხდება წამიერად ეს გამოსხივება. კლასიკურად დამწრობას ღებულობს ორივე მტევნის დორზალური ზედაპირის სახის არის კუთუთოები და თვალები. ყოველ შემთხვევაში ისეთი საშიში ვოლტას რკალით გამიღებული დაზიანება არ არის როგორც ელექტროკონტაქტური, მაგრამ ერთმანეთ რომ არც ნაკლები საშიშია, ნაკლებად საშიშია დიახ. საშიში არ არის. ამიტომ ვთქვათ ელექტრომოწყობილებებთან უშუალოდ მუშაობის დროს 100 თვალი და 100 ყური აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული გამორწრეთში არის თუ არა, გამორთულია თუ არა, რა ხელსაწყობით მუშაობთ, მაგალითად ჩვეულებრივი ფანქარი, რომელიც გრაფიტის შემცველია, სპეციალისტებმა იციან, რომ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გამტარია და მისი თქვათ შეხება ძაბვასთან არაფრით არ შეიძლება. და მით უმეტეს არ შეიძლება ბავშვები დავტოვოთ, რომლებიც ხატავენ, ერთობიან ფანქრებით და ჩვეულებრივი მობილური დამტენით, რომელიც არის წრეში შეერთებული და ახლობით წლის ბავშვი გვერდით თამაშობს, ამას აუცილებლად პირში ჩაიდებს და დაიწყებს მის ვაკვილები მის გადაღრმავას. უკვე მე რამდენი შემთხვევა გქონდა, როცა თქვა ზემო და ქვემო ტუჩის მადაზიანება, მადამწრობა მიიღეს აი ამის. ანუ მობილური ტელეფონის სადენი დააგემოვნა ბავშვმა, ასე გამოვიდა. წრეში ჩართული. დიახ. და ეს გახდა დაზიანების და დამწრობის განვითარების მიზეზი. მე იმედი მაქვს, მშობლები ყურადღებით ისმენთ ამ ინფორმაციას, მით უმეტეს რომ ელექტროდამტენი ტელეფონის არის ყველასათვის აუცილებელი ინსტრუმენტი, იმიტომ რომ მობილური ტელეფონი გვაქვს დამტენიც და შესაბამისად ძალიან დიდი ყურადღება გვართებს. არის Facebook-ზე კითხვა, დიახ. ძალიან გთხოვთ, გითხარით, არის თუ არა საშიში Wi-Fi აპარატის გამოსხივება და თუ საშიშია, როგორ დავიცვათ თავი? სრულიად ბუნებრივია ეს კითხვა, იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო და ადამიანი წარმოუდგენელია იმ კავშირების გარეშე, რომელიც არის მასშტაბით ძალიან დაპატარავებულ სამყაროში. ну, გეთახმები, მარინა, შეუძლებელია თავიდან ავიცილოთ კონტაქტი ისეთ გამოსხივების, ისეთ წყაროსთან, როგორც არის Wi-Fi გამოსხივების წყარო, ეს არის ჩვეულებრივი ელექტრომაგნიტური გამოსხივება, გარკვეული სპექტრი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია მივიღოთ, გადავცეთ და ასე შემდეგ. ამ გამოსხივების წყარო უმეტეს ნაწილად ჩვენ ბინებში თუ ოფისებში გვაქვს და ვიყენებთ მას ძალიან აქტიურად. დადასტურებული მტკიცებულება, რომ ეს წყარო რაიმე დაზიანებას იწვევს, ორგანიზმზე არ არსებობს, თუმცა დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და მაინც დავიცვათ თავი. თავის დაცვა გამოიხატება უპირველეს რიგში მაღალი ხარისხის ტექნიკის შეძენით, რომელიც ასე ვთქვათ, თავისთავად მწარმოებელი გულისხმობს დაცვას აი ამ Wi-Fi გამოსხივების ტექნოლოგიურად და მეორე ეს Wi-Fi უნდა იყოს გარკვეულ ადგილას ლოკალიზებული და საძინებელ ოთახებში და ასე მუდმივი საბავშვო ოთახებში, რასაკვირველია არ უნდა იყოს. სასურველია რომ ბინაში შიდაქსელი იყოს ორგანიზებული, რომელიც თავიდან აგვაცილებს უკვე Wi-Fi ასე ვთქვათ გამოსხივების საჭიროებას ყველა წერტილში სახლის. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი სიუჟეტი, რომელიც სხივური მედიცინის მიღწევებზე მოგვითხრობს და შეგვახსენებს, რომ ბირთვული ენერგია ადამიანმა არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობის აზიანოდ, არამედ სასიკეთოთაც გამოიყენა და ვნახოთ ეს სიუჟეტი. ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბირთვული მედიცინა ონკოლოგიურ დარგში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ სწორედ ადრეულ ეტაპზე რაც მთავარია, გამოვლინდეს სიმსივნური პროცესი და შესაბამისად მენეჯმენტირდეს ამა თუ იმ პაციენტისთვის მაქსიმალურად სწორი მკურნალობა. კეთდება როგორც პოზიტრონემისური ტომოგრაფია, ასევე კეთდება იოდოთერაპია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის, როგორც აფთვისებიანი პროცესებისთვის, ასევე კეთილთვისებიანი პროცესებისთვის, ეგრეთ წოდებული ჩიყვების დროს.
ზოგადად ეს დარგი დიდი დარგია, მაგრამ კონკრეტულად ჩვენ ვაკეთებთ ჯერჯერობით ორ სკანერი გვაქვს, ეს არის გამა და ეს არის პეტი. ზუსტად იძლევა იმის საშუალებას, რომ ადრეულ სტადიაზე დეტექტივდეს, ანუ გამოვლინდეს სიმსივნის პროცესი. ზომის სიმცივის მიუხედავად ეს იქნება 8-10 მმ. ასევე შეფასდეს მეორადი დაზიანებები, ანუ მეტასტაზირებები და ასევე რაც მთავარია და რაც არის უპირატესი ჩვენი პეტისთვის, შეფასდეს მკურნალობის შემდგომი შედეგები, ეს იქნება ქიმიოს ხიურის შემდეგ. ონკოლოგიური პაციენტებისთვის მრავალი სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი არსებობს. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ქირურგიული, მედიკამენტოზური მკურნალობა და სხეული თერაპია, ანუ რადიაციული ონკოლოგია, როგორც ჩვენ მას ვეძახით. ძალიან ხშირად რადიაციული ონკოლოგიის სპეციალისტები ვიყენებთ სხეული თერაპიის დახმარებას, იმიტომ რომ უკეთესი შედეგი დადგეს ამა თუ იმ ლოკალიზაციის სიმსივნეების მკურნალობისთვის. საქმე შეეხება ისეთ სიმსივნეებს, როგორიც არის თავკისრის, პროსტატის, გინეკოლოგიური, თავის ტვინის, ძუძუსი და მრავალი სხვა სიმსივნეები, რომელთა სრული განკურნება შესაძლებელი არის საწყის სტადიებზე. ხაზი გაუსვეს საწყის სტადიას, პირველ, მეორე A სტადიას, რადგან ამ შემთხვევაში დაავადებების დაახლოებით 90-95% სრულად განკურნებადია. ამიტომ ყველაფერი დავიწყიავითი. თუმცა სხეული თერაპია უმძიმეს მდგომარეობაშიდაც კი გვეხმარება, როდესაც ჩვენ სიმპტომებს ვამცირებთ. როდესაც პაციენტს ვეხმარებით ზეწოლის სიმპტომის, ტკივილის სიმპტომის მოხსნაში. სხეული თერაპია არ არის პანაცეა. სხეული თერაპია თავის ადგილს ავსებს ონკოლოგიური დაავადების მკურნალობაში. თუმცა ონკოპაციენტების დაახლოებით 70%-ს სჭირდება სხეული თერაპია, მაგრამ სხვადასხვა მონაცვლეობით. რაც შეეხება მის ფრაქციონირებას, რა დოზა, რა რაოდენობით, რა ლოკალიზაციის და სად და როგორ უნდა გაკეთდეს, ამას ყველაფერს წყვიტავს სპეციალისტი ინდივიდუალური მიდგომით, თუმცა გაიდლაინებს ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება კანის რეაქციებს, კანის რეაქციები შეიძლება იყოს მცირედი, შეიძლება იყოს ძლიერი. ეს არის დამოკიდებული ძალიან ხშირად გამოყენებულ წყაროზე, თუ კანია დასასხივებელი, კანზე რეაქცია ძალიან მაღალი იქნება. თუ კანქვეშა წარმონაქმნია, მაშინ რეაქცია საკმაოდ მაღალი იქნება, მაგრამ თუ ლაპარაკია ისეთ შინაგან ორგანოზე, როგორიც არის მაგალითად პროსტატის ჯირკვალი, როგორიც არის გინეკოლოგიური სიმსივნეები, როგორიც არის თქვა უამრავი სხვა რამე, ფილტვის სიმსივნე და ასე შემდეგ, მაშინ კანზე რეაქციები მინიმალური არის, ან თითქმის არ არის. როდესაც ჩვენ ამ სიუჟეტს უსმენდით, კიდევ ერთხელ დავარწმუნდით, რომ ბირთვული ენერგია შეიძლება გამოვიყენოთ ადამიანის საზიანოდაც და სასიკეთოდაც, თუმცა თანამედროვე მედიცინის დამსახურება სწორედ ის არის, რომ დღეს რადიოაქტიული ნივთიერებების გამოყენება ხდება როგორც დაავადებების დიაგნოსტიკისათვის, ასევე ძალიან მძიმე დიაგნოზების შემთხვევაში დაავადებების ეფექტური მართვისათვის. ვიდრე ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს, თეას აქვს ჩვენთან რეკომენდაციები და მე მინდა რომ მოვუსმინოთ, ვფიქრობ, რომ ეს თქვენი პრაქტიკისთვის, ბატონებო, არის ძალიან ნაცნობი სიტუაცია. ნებისმიერი ნაწიბური კანზე მაშინაც კი, როდესაც დაზიანება უშუალოდ სახსარს არ ეხება, შეუძლია გამოიწვიოს სახსრის პასიური და აქტიური მოძრაობების სრული შეწყვეტა. ეხლა მე მიკეთია ჩვეულებრივი საიმობილიზაციო ნახვევი, რომელიც გულისხმობს, რომ ეს სამი სახსარი, ანუ მხრის, იდაყვის და სხივმაჭის და მტევნის თითებიც მაქვს გაჩერებული. ეს შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს დამწრობა, თუნდაც კანზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, არა აუცილებელი, რომ სახსარი დაზიანდეს. ანუ უმოძრაოდ დარჩება თვითონ დაზიანებული სახსარი და მისი მეზობელი სახსრები. ამიტომ რეაბილიტაცია რაც უფრო სწრაფად დაიწყება, შეძლების დაგვარად მით უკეთესი იქნება, იმიტომ რომ დამწრობის შემდგომი ნაწიბური არის ყველაზე ხისტი და ყველაზე ძნელად ექვემდებარება მობილიზაციას, ამიტომ აუცილებელია, რომ ის სახსარი, რომელიც არ არის დაზიანებული, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ პასიურ რეჟიმში მაინც ვამოძრაოთ, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სახსარში ფუნქცია. გარდა ამისა, სულაც რომ არ ეხებოდეს ნაწიბური, ვთქვათ, არ იყოს სახსართან ახლოს, იმის გამო, რომ ადამიანი შეიძლება დიდი ხანი იწვეს, ჩვენ მხოლოდ ამის გამო შეგვიძლია, რომ მისი სახსრების დაზიანება გამოიწვიოს და ამან შემდგომში ძალიან გაართულოს რეაბილიტაციის პროცესი, იმიტომ რომ ძირითად დაზიანებას დაემთხვევა კიდე ესეც. ამიტომ შეძლების დაგვარად სწრაფად პასიურ რეჟიმში თუ ადამიანის მდგომარეობა არ იძლევა ამის საშუალებას, ავამუშაოთ სახსრები. და კიდევ ერთი, სამკაულებით ნუ შეხვალთ საუნაში, განსაკუთრებით მშრალში, იმიტომ რომ ესეც შეიძლება დამწრობის მიზეზი გახდეს.
ძალიან კარგი რეკომენდაცია იყო განსაკუთრებით სამკაულებთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაქვს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს წესი, რომელიც არსებობს სხვადასხვა ტიპის დამწრობის დროს. კოლეგები დამეთანხმებიან, რომ ყველაზე ხშირად დამწრობა, მიუხედავად იმისა, ეს არის ელექტროტრაუმით გამოწვეული თუ სხივური დაზიანებით, სერიოზულ დარტყმას აყენებს ჩვენი ორგანიზმის ცილოვან სტატუსს. ანუ ძალიან სწრაფად და ძალიან დიდი რაოდენობით ხდება ცილოვანი რესურსის დარღვევა, დაშლა და ორგანიზმი შეიძლება აღმოჩნდეს მძიმე ცილოვან დეფიციტში. როგორი უნდა იყოს ამ დროს რეკომენდაციები, ეს მთლიანად ექიმის კომპეტენცია, მაგრამ თუ თქვენ ასეთ სიტუაციაში იმყოფებით, გახსოვდეთ, რომ ცილის ხარისხი არის გადამწყვეტი და ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით. დღეს მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და რამდენიმე საკითხზე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება, რომ ვერ წარმოგიდგენიათ ისეთ პრობლემებზე მინდა გესაუბროთ. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ დამწრობა საკვები პროდუქტების, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, რასაც ყოველდღიურ რეალობაში, ყოველდღიურ რაციონში ვაწყდებით. ყველას უყვარს დაბრაწული პური. დამეთანხმებით ძალიან გვიყვარს შოთის კნატუნა კიდეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გემრიელია. ისევე როგორც მაგალითად შეიძლება მოგვეწონოს დაბრაწული კიდეები კრეკერების, პოპკორნის, სხვათა შორის ჩიფსების, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი დაბრაწული კიდე შეიცავს ისეთ კანცეროგენს, ანუ სიმსივნის მასტიმულირებელ ფაქტორს, როგორიც არის აკრილამიდი. აი ასეთი უწყინარი ქერქიც კი, ისევე როგორც ტოსტერში დამუშავებული პური, ისევე როგორც ცხიმში გახუხული პური, შეიცავს დიდი რაოდენობით აკრილამიდს. უფრო მეცაც მოგახსენებთ, როდესაც თქვენ ცდილობთ სხვადასხვა ცხიმი აურიოთ საკვების მომზადებისას, არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ცხიმი სხვადასხვა ტემპერატურაზე იწვის. ამიტომ მაგალითად კარაქში არ შეიძლება სხვადასხვა პროდუქტი მოვამზადოთ. კარაქში შეიძლება მხოლოდ ერბოკვერცხი მოვამზადოთ, ანუ ომლეტი მოვამზადოთ, ისიც ძალიან მოკლე დროში, რადგან თუ შეგინიშნავთ გახურებულ ტაფაზე დაგდებული კარაქის შემთხვევაში წარმოიქმნება თეთრი კვამლი. ეს არის აკროლეინი, ასევე სიმსივნის მასტიმულირებელი ფაქტორი და მისი გამოყენება საკვებად არის ძალიან სახიბათო ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ეს იყო მოკლედ, რაც მე მინდოდა დღეს მეთქვა დამწვარ პროდუქტებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს დამწვარი და დაბრაწული ხორცის კანი, განსაკუთრებით ფრინველის კანი, ან შეიძლება იყოს გოჭის კანიც. რა თქმა უნდა, ეხლა ეს მსუყედ ჟღერს, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ასევე შეიცავს ისინი დიდი რაოდენობით კანცეროგენულ ნივთიერებებს. მე მინდა დაუბრუნდე ჩვენი საუბრის თემას. როდესაც დათომ ახსენა სამშენებლო მასალა. მაყურებლისათვის ალბათ ახლა გასაგები ხდება, რატომ არის ჩვენს მაგიდაზე, მაგალითად მეთლახი, კაფელი. თუ კადრს გავხსნით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ სტუდიაში რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, არის ბლოკი და აგური. დათო, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს დღევანდელი ჩვენი საუბრის თემასთან? მოგეხსენებათ, ნებისმიერი ის საამშენებლო მასალა, რომელიც ადამიანის მიერ არის მომზადებული, ამისთვის გამოყენებულია ის ინერტული მასალები, რომელიც ბუნებაში მოიპოვება და ასეთ ინერტული მასალები ხშირად, განსაკუთრებით საამშენებლო მასალას ვარგისი მასალები, ხშირად შეიძლება გახდეს რადონის წყარო. და იმ შემთხვევაში თუ კი ეს მასალები დაბალი ხარისხის არის, მოპოვება არასწორად არის წარმართული და შემდგომ ტექნოლოგიურ პროცესშიც გვაქვს დარღვევები, ანუ დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალასთან გვაქვს საქმე, ის შენობები, რომლებიც ასეთი მასალებით ხდება მათი აშენება, მოპირკეთება, გარემონტება, ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში გვაქვს რისკი იმისა, რომ ასეთ შენობაში იყოს რადონის მაღალი დონე. აი ჰერმეტული ფანჯრები, მეტალოპლასმასის ფანჯრები, რატომ რამდენად უწყობს ხელს ამის დაგროვებას? აბსოლუტურად გეთანხმებით, ეს უწყობს ხელს დაგროვებას, ამიტომ პირველი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია მივცეთ, არა მარტო სარდაფებისში მომუშავეთ მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ მაღალ სართულებშიც ეს არის ვენტილაცია. ვენტილაცია არის სუფთა ჰაერი, ჟანგბადი, მდიდარი ჰაერი და ჰაერის ნაკადები არის ხსნა, სწორედ ის ხსნა, რომელიც მნიშვნელოვანია, რათა თავიდან ავიცილოთ რადონით დაბინძურებულ შენობებში მუდმივად ყოფნა. ამიტომ
პირველი რეკომენდაცია ნებისმიერ დონეზე, როდესაც საუბრობთ, რადონის გამოსხივების თავიდან აცილებისთვის ეს არის გავანიავოთ ჩვენი საცხოვრებელი გარემო. ვენტილირებული, განიავებული საცხოვრებელი გარემო. გუგა, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ელექტროტრაუმაზე, შეიძლება განმასხვავებელი ნიშნები არსებობდეს, რითიც ამოვიცნობთ ელექტროდაზიანებას. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არც ერთი დაზიანება არ არის, მაგრამ ელექტროტრაუმის შემთხვევაში რას ვხედავთ? რითი განსხვავდება ის სხვა სურათისაგან? დავიწყებ იმით, რომ ელექტროკონტაქტური დაზიანებისთვის არის ხოლმე შემოვალი და გამომავალი წერტილები, ეს არ არის აუცილებლად, ეს არ წარმოადგენს აუცილებლად ძალიან დიდი ზომის ჭრილობას, შეიძლება ის უბრალოდ წერტილოვანი კვალი იყოს უბრალოდ. ანუ სადაც შევიდა დენი მარტივად. შევიდა და საიდანაც გამოვიდა. რაღაცა გარკვეული სქემა არ არსებობს, ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება იყოს შემოვალი ერთი მტევანი და გამომავალი იყოს მეორე მტევანი, თვითონ დენი მიყვება ისეთ ქსოვილები, როგორც არის სიძარღვები, ნერვები, კუნთები, ესენი არის დენის საუკეთესო გამტარები. კანი ძალიან ცუდი გამტარია, წინააღობა წარმოიქმნა ძალიან დიდი და ამ შესაბამისად ძალიან მაღალი ტემპერატურა და ძალიან ღრმა დამწვრობა. დაახლოებით 2000-დან 4000 გრადუსამდე ტემპერატურაც კი შეიძლება წარმოიქმნას ამ წინააღობის დროს, ეს არის ძალიან მაღალი ტემპერატურა, რომელზეც თქვა ფოლოდი თავისუფლად შეიძლება დადენეს კიდევაც. სამწუხაროდ ქონია შემთხვევები, როდესაც თქვა პაციენტს სამი კიდურიც კი დაუკარგია, ამპუტაცია გაუკეთებია ესეთი ელექტროკონტაქტურის დაზიანების დროს. და გარდა ესეთი თვალთხილული დაზიანებისა, პირველ რიგში რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველად დახმარებას, ისეთ პირველად დახმარებას, როდესაც თქვა ჩვენ თავის არ ჩავიგდოთ საფრთხეში, აუცილებლად. აი რას ნიშნავს ეს პირველად დახმარება, არ ჩავიგდოთ თავის საფრთხეში? აუცილებლად უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ პიროვნება, რომელსაც თქვა პირველად დახმარებას უხსენთ, ხო, ის არის მოცილებული დენისწყაროს. ანუ ის კიდე ძაბვის ქვეშ არ არის, იმიტომ რომ არასწორად ჩატარებული პირველად დახმარება ნიშნავს იმასაც ვაგდებთ უკვე საფრთხის ქვეშ. ჩვენ თავსაც ვიგდებთ, ანუ მესამე პიროვნება, ვინც უნდა აღმოგვიჩინოს უკვე ჩვენ ორს პირველი დახმარება, იმისთვისაც უკვე მეტი დრო არის საჭირო, გამიგეთ. ამიტომ ყოველ შემთხვევაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ დენის წყაროს მოქმედება არ გრძელდება. ამ შემთხვევაში თუ ნახეთ, რომ დენის წყაროს მოქმედება გრძელდება, ისეთი მასალით, რომელიც თქვა დენს არ ატარებს, ეს არის ხე, თქვა რეზინი, ამენაირად პირველ რიგში მოცილება, შემოწმება. ანუ მოვაცილოთ ეს სადენი ან წყარო. აუცილებლად, რომ დაბლის ქვეშ აღარ იყოს პიროვნება, ნახოთ აუცილებლად სუნთქავს თუ არა, თუ არ სუნთქავს პირველადი დახმარება. როგორც სუნთქვის ცენტრის დაზიანებას არ იწვევს, მაგრამ ხდება ნერვული დაბოლოებების, აი მაღალი დაბვის გამო ხდება დათრგუნვა ხდება და სუნთქვის გაჩერება, ასევე არც თუ ისე იშვიათია გულის გაჩერებაც კი თუ ნახეთ რომ პაციენტი გუნების დაკარგული აქვს, მაგრამ სუნთქავს და გულის წემა არის, რა თქმა უნდა უსაფრთხოა შეიძლება სწრაფად გადაყვანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია პირველ წუთებსა, პირველ საათებს ბუნებრივია კიდევ ერთხელ მოსახლეობას გავაფრთხილებ, რომ დროს ნუ დაკარგავენ პაციენტის, ესეთი პაციენტის მიწაში ჩაფლობაში. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, თუმცა მე თქვენთვის მაქვს კიდევ ერთი თემა, რომელზედაც აუცილებლად დაგპატიჟებთ და მაყურებელს ძალიან ბევრ პრაქტიკულ რეკომენდაციას გავუზიარებთ. მაყურებელს შევახსენებთ, დღეს ჩვენ საუბრობდით თემაზე გამოსხივება და ელექტროტრაუმა და ჩვენი სტუმრები ბრძანდებოდნენ პლასტიკური ქირურგი, კომბუსტიოლოგი, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი გუგა ქაშიბაძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქირურგი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი ბატონი დავით ჯიქია. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ და ვისაუბრებთ ბრონქების და ფილტვების ანთებაზე ბავშვებში. ნახვამდის დღესდღეობას გისურვებთ.